ოჯახი როგორ უყურებს შენი დაკავების ამბავს? ნატა, დედაშენი, ბავშვებმა რა იციან? დედაჩემმა იცის და ნატამ იცის, ჩემმა ძმამ იცის, ბავშვებმა ჯერ არ იციან. ამ დღეს ამ ხვალ უნდა დაველაპარაკო. დედაჩემი ნერვიულობს იმ გაგებით, რომ ჯერ თვითონ ძალიან ცუდად არის, ასაკშია და ბევრი რაღაცები აწოხებს უკვე და პრაქტიკულად ლოგინში არის. ჩემზე თალკე ნერვიულობს, მე საკუთარ თავზე ნერვიულობს თვითონ რომ ამ ჩემზე ნერვიულობის გამო რომ რამე არ დაემართოს და ასე შემდეგ. ნატა ნუ რავი მაქსიმალურად არ იმჩნევს? ხო, მაქსიმალურად არ იმჩნევს, მაგრამ კიდევ გამომდინარე რომ ვიცნობ, ვიცი რა ტიპიც არის, ძალიან ნერვიულობს. მაგრამ ნუ რა ვიცი, მე იმდენად კარგადაც ვიცნობ, რომ ვიცი რომ გაუძლებს რა. ისეთები აქვს ჩემთან ერთად გამოვლილი, რომ ოდნავ ეჭვიანო პარვა მაგაში რომ გაუძლებს. ბავშვები არ ვიცი, კოსტა არის, რომელიც ალბათ ყველაზე რთულად გადაიტანს და ძალიან მოწებებულია ჩემზე. ბევრი თვალსაზრისით. ორი დღითაც კი რო გავდივარ საქართველოდან, ამბავი აქვს უკვე საღამოს დაძინებაზე, იმაზე, ამაზე, მე მithხოვს. დანარჩენი რა ვიცი. ნახოთ რა.